შემდეგი მითი. ფიტნეს აქსესუარები სწორად ითვლის კალორიებს. ტრენაჟერებს, Apple Watch, Whoops თუ ნებისმიერ სხვა ფიტნეს მოწყობილობას აქვს უდიდესი ცდომილება. ასე რომ სჯობს დახარჯული კალორიების მაგივრად გააკეთო აქცენტი მიღებულზე, რისი კონტროლიც და სწორად დათვლაც ბევრად მარტივია. შემდეგი მითი. ნახშირწყლები ასუქებს. არა, ასუქებს იმაზე მეტი კალორიის მიღება, ვიდრე ხარჯავ. ნახშირწყლები ენერგიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაკრონუტრიენტია და მათი სრულად ამოღება ძალიან არაპრაქტიკულია. გადავიდეთ შემდეგზე. სირბილის საუკეთესო კარდიოა. კი, მორმენლებისთვის, მაგრამ თუ კარდიოს გაკეთება გინდა და სირბილი არ გიყვარს, შეგიძლია ნებისმიერი სხვა აქტივობა შეასრულო. შემდეგი მითი. ყველა მისვლა გათიშვამდე უნდა მიიყვანო. სრულ გათიშვამდე ვარჯიში ზოგჯერ კარგი და აუცილებელიცაა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში სჯობს გათიშვიდან 1, 2 ან 3 გამეორებით ადრე გაჩერება. ამით თავიდან აირიდებს ზედმეტ დაღლილობას. შემდეგი მითი. კუნთოვანი მასის მომატება განელებს. კი, თუ შენს ფიზიოლოგიურ ლიმიტზე მეც მოიმატებ და ღია კატეგორიის ბოდიბილდერივით დაიკუნთები. მაგრამ თუ ბუნებრივი რაოდენობის მასას განივითარებ და თან სწორად ივარჯიშებ, შეიძლება უფრო სწრაფიც კი გახდე. გადავიდეთ შემდეგზე. კრეატინი მხოლოდ კაცებმა უნდა მიიღონ. არა, კრეატინი ქალებისთვისაც იგივენაირად ეფექტურია და არა, ის უფრო პუტკუნას და შეშუპებულს არ გაჩენს. გადავიდეთ შემდეგ მითზე. პური ასუქებს. არც ერთი კონკრეტული პროდუქტი, მათ შორის პური, არ ასუქებს. წონაში მხოლოდ მაშინ იმატებ, როცა იღებ იმაზე მეტ კალორიას, ვიდრე ხარჯავ. გადავიდეთ შემდეგზე. საუკეთესო დიეტის არსებობა. ყველასთვის ერთი იდეალური კვების სტილი არ არსებობს. საუკეთესო დიეტა ისაა, რომლის შენარჩუნებად შეგიძლია გრძელვადიანად. შემდეგი. დეტოქს პროდუქტები. მორიგი მარკეტინგული მახე დეტოქსიფიკაციას შენი თირკმელები და ღვიძლი თავისუფლად ასრულებენ. შემდეგი მითი. უზმოზე კარდიო უფრო ეფექტურია. კი, უზმოზე ვარჯიშისას ორგანიზმი უფრო მეტ ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ, მაგრამ ცხიმის კლება დამოკიდებულია დღიურ კალორიულ ბალანსზე და არა თუ როდის სწვალ მას.